ლოკომოტივის სტადიონზე გამართული შეხვედრა საქართველოსა და იაპონიის მორაგბეთა ნაკრებ გუნდებს შორის სტუმართა გამარჯვებით 25-22 დასრულდა. თანაბარი მატჩის მოსაგებად პორტუგალოსნებს მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება არ ეყოთ. იაპონიის ნაკრებმა კი სწრაფი და ორგანიზებული თამაშით დაიმარჯვა. საქართველოსა და იაპონიის ნაკრებების შეხვედრა მასპინძლების შეტევებით დაიწყო. პორტუგალოსნები აგრესიულად თამაშობდნენ და მეტოქე წნეხის ქვეშ ყავდათ. ლელოს გატანა ქართველებს დებიუტშივე შეეძლოთ, მაგრამ კოლელიშვილს არც მანძილი ეყო და არც მოთმინება, რომ ბურთი შეენარჩუნებინა და რეზულტატი მოეტანა. 20 წუთმა პორტუგალოსნების კარნახით ჩაიარა, რამაც ჩვენ ყულაბაში 9 ქულა მოიტანა. ტაიმის შუიდან კი ინიციატივა მეტოქე მიგდო და ჩამორჩენის აღმოფხვრა დაიწყო. საკურებმა ორი ჯარიმა გაგვიტანეს, რასაც ვიქტორ კოლელიშვილის 10 წუთიანი გაძევებაც დაემატა და სტუმრებმა ტაიმის მიწურულს თავისი 22-დან წამოღებული ბურთი ჩვენ ჩათვლის მოედანზე დაამიწეს. შესვენებაზე საქართველო 4 ქულიანი ჩამორჩენით გავიდა. შესვენებაზე ბიჭებს დავავალე, იგივე თამაში ეთამაშათ, რაც საწყის 20 წუთში. ბურთი შეენარჩუნებინათ და იაპონელები წნეხის ქვეშ ყოლოდათ. ასევე მეტი ყურადღება მიექციათ დისციპლინისთვის. მეორე ტაიმი პირველის მსგავსი სცენარით დაიწყო. ქართველებმა შეუტიეს და საწადელსაც მიაღწიეს. მერაბ კვირიკაშვილმა ჯერ ორი ჯარიმა გაიტანა, შემდეგ კი თანაგუნდელების მიერ საკუთარი ნახევრიდან დაწყებული შეტევა ლელოთი დააგვირგვინა და გარდასახვად ზუსტად დაარტყა. მეკო სასახელოდ უნდა ითქვას, რომ კარში 100%-იანი შედეგიანობით უტყდა და გუნდსაც კარგად გეზავდა. სამწუხაროდ ქართველებმა 9 ქულიანი უპირატესობა მეორედაც გაფლანგეს. სტუმრების სწრაფ შეტევებს ვერ გაუმკლავდნენ და კარის სიახლოვეს ჯარიმები მიიღეს. გორუმარუმ კი შანსი ხელიდან არ გაუშვა. ანგარიში 22-22 იყო. მატჩის დასრულებამდე წუთები რჩებოდა. ჩვენი ნაკრები კი მეტოქის ლელოს ხაზის გადაკვეთას ნაცადი ძალისმიერი ხერხით უშედეგოდ ცდილობდა, როდესაც საკურებმა ბურთი აგვართვეს და თავისი 22-დან შეტევა დაიწყეს. ეს შეტევა მალე ჩვენ კარსაც მიუახლოვდა. ქართველები დაჯარიმდნენ და მსაჯმად სტუმრებს უპირატესობა მისცა, მაგრამ კოსეი ონოს ის არ დასჭირდა. სწრაფად არეკნი დაარტყდა, თავის გუნდს 25-22 მოაგებინა. ბევრ კომპონენტში დავმარცხდით, მაგრამ ჩემმა გუნდმა დიდი სიმამაცე გამოავლინა, როდესაც შეხვედრის ბოლოს საკუთარი 15-მეტრიანი ხაზიდან შეუტია, მთელი მოედანი გადაკვეთა და მატჩი მოიგო. საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა და დარწმუნებული ვარ პროგრესირებას გააგრძელებს. მთლიანობაში დაწვით კმაყოფილი ვარ. შეტევასაც ეპიზოდებში არ აუშავდა. უბრალოდ ხშირი იყო დისციპლინო ქმედებები, რაც ზედმეტ ჯარიმებს იწვევდა. ჩვენი მარცხი ნაწილობრივ ცუდი შესრულების, ნაწილობრივ კი არასწორი გადაწყვეტილებების ბრალია. იაპონიის ნაკრების დამარცხება და სარეიტინგო წინსვლა ამ ეტაპზე არ გამოგვივიდა. საქმის გამოსწორება ერთ კვირაში შეგვიძლია. შემდეგ შაბათს ფიჯის ნაკრებს ვეთამაშებით.